ბათუმში უკვე დასრულდა ნაციონალების ყრილობა. არასდროს მინახავს ბათუმის მოედანი ასეთი სავსე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ღონისძიებაზე. ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა ბათუმის ყრილობაზე. პრეზიდენტმა თავად გახსნა ეს ყრილობა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვაც. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნათია, მოგესალმებით. 4 მილიონი განვითარებისთვის ჩვენ არ გვინდა შიში ვეღარაზოს ვეღარ დამდგავდა ჩვენი ბავშვები იმ ქალაქში ბათუმი 100%-იანი დასაქმების ქალაქია და ჩვენ ამას მივახცევთ. ამ ხელა ნახტომი განახორციელა ამ ქალაქმა ბოლო 8 წელიწადში და აჭარამ ზოგადად. ჩვენ გვაქვს აქ მაისურები, მე მიყვარს საქართველო. და ჩვენი ოპონენტები იძახიან, კი მაგრამ ჩვენც ხო გვიყვარს საქართველო. არა ჩემო მეგობრებო, თუ ჩაზნექილის კამები გენატრებათ და გაღიზიანებთ ახალი ცათამბჯენები, თქვენ არ გიყვართ საქართველო. თუ საქართველოს უჩივით საერთაშორისო სასამართლოში, რომ საქართველოს ბრალია რუსეთთან ომი და რუსების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინესო, თქვენ არ გიყვართ საქართველო. თუ ძლივს აშენ რა ამდენი ამ ქვეყანაში ასაშენებელი ბარაკები გვაქვს ეგრე მოსასპობი და თუ ბარაკების დანგრევას კი არ აპირებ, არამედ ახალი შენობების დანგრევას აპირებ, თქვენ არ გიყვართ საქართველო. თუ ყველაფერში საქართველოს ადანაშაულებთ და თავზე ნაცავს იყრით, თქვენ არ გიყვართ საქართველო. თუ ასალნაბაშიძის ხალხი მოკავთ უკან, რომელთაც კი ამ დაგვაქცო და დაგაქცია, თქვენ არ გიყვართ საქართველო.